გამარჯობა ჩემო მეგობრებო. წინა კვირებში რამდენიმე ვიდეოს მეშვეობით გაგიზიარეთ ჩემი ხედვა, რეგიონებს გაუზიარეთ ჩემი ხედვა რეგიონის კონკრეტულ პრობლემებზე, კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ ამოცანებზე, მაგრამ ამ რეგიონებთან მიმართებაში. ახლა მე მინდა გთხოვოთ სხვა რამ. თქვენ მოისმინეთ ჩემი აზრები, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენი აზრები. მე მაინტერესებს თქვენი შეხედულებები იმაზე, თუ როგორ უნდა შევძლოთ ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, როგორ უნდა შევძლოთ წარსულის პრობლემის გადალახვა. სახელმწიფოს შენებლობას, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი ახდა თან, ბევრი არასასრული პროცესი, ბევრი გადახრა. მაგრამ ახლა უნდა ვილაპარაკოთ მომავალში როგორ გავაკეთოთ უკეთესად, როგორ გადავლახოთ სიძნელეები, როგორ შევძლოთ ყველაფერი სხვანაირად და კიდევ უფრო უკეთესად გაკეთება და კიდევ უფრო ჩქარა მოძრაობა და პრობლემების გვერდზე მოტოვება. მე მაინტერესებს თითოეული სტუდენტის, მოსწავლის, მასწავლებლის, ექიმის, ფერმერის, ქალაქის და სოფლის კვიდრის აზრი. მე მაინტერესებს თითოეული თქვენ გარის მოსაზრება და თითოეული თქვენ გარის ძალიან კრიტიკული შეხედულებაც კი, განსაკუთრებით კრიტიკული შეხედულებები. იმიტომ რომ მინდა რომ ყველამ ერთად გავიაზროთ, როგორ უნდა ვიმოძრაოთ წინ უკეთესი მომავლისკენ. ახლა უკვე ადგილზე კეპნის დრო ნამდვილად არ არის. აი ხა შევხვდით ჩემ მეგობრებს აქაც ამერიკაში, კალიფორნიაში ყველგან ხვდებიან ქართველები და ერთი და იგივე რა თქმა უნდა უსმენთ ერთმანეთს და ერთი და იგივე აზრია რომ ჩვენ ყველას გვინდა ჩვენ ქვეყანაში უკეთესი რეალობის შექმნა, რათა ადამიანებს არ მოუხდეთ წამოსვლა, რათა ადამიანებს დაედგომოდეთ იქ და არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის. მაგრამ ამისთვის თქვენი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი. ეს არის რისი თქმაც მინდოდა, ველოდებით თქვენ კომენტარებს აი ამ Facebook-ზე, ამ ჩემ page-ზე და ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი.